მე ვიქნები მოდერატორი გიორგი ჩუგოშვილი, რომელიც free business აქ ამადეო იყო და თან free business-ში არის, სავარაუდოდ სადაც უმრავლესობა ჩვენგანი უკვე არის. გივი ბერიძე, კლიპის თანადამფუძნებელი, ჩვენი პორტფოლიო სტარტაპია, ასევე კლიპით. გივი, აქ თუ ხარ, შემოგვიერთდი. მარიკა აბულაძე, აფოის დამფუძნებელი. ჩვენ აქ ხარ და ნათია ზავრაშვილი, Happy New Year-ის დამფუძნებელი. ჩვენ დღევანდელ დისკუსიას ქვია Agile პროტესტში და Agile პროტესტი. პატარა შესავალი სიტყვა, რომ ვინც დღეს აქ ვართ, მე მგონი შეკრებილი ყველას გვჯერა, რომ მომავალი ზოგადად ტექნოლოგიების არის და თუ რამის იმედი გვაქვს, რომ მომავალში კარგად ვიქნებით, ალბათ ტექნოლოგიების დამსახურება იქნება. და ძალიან აქტიურად შემოვიდა ასევე პროტესტის პროცესშიც, ესე რომ ვთქვათ, ტექნოლოგიების სხვადასხვა ფორმით იქნება იცავთ ახალი ვებსაიტების აშენება. ბევრი მაგალითი გქონდა, მაგალითად რუკის ამბავი რომ გქონდა პროტესტებზე გადასაადგილებლად კოორდინაციისთვის, რო გწოდნოდა სად პოლიცია, სად მოქალაქეები. და პატარა კვლევასავითაც გააკეთა ეკოსისტემამ და იქაც ჩანდა, რომ ყველა სხვა ქვეყანაშიც, სადაც რამე პროტესტი ხდებოდა, დაწყებული არის ჰონკონგიდან დასრულებული კორეათი, ძალიან აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, როგორც ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ასევე რომ დაიდენტიფიცირებინათ რა იყო სწორი ინფორმაცია, რა არა, fake news-ების მიმართულებით და crowdfunding-ისთვის ერთმანეთის დასახმარებლად პროტესტების დასაორგანიზებლად და ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის როლი ალბათ ისდება, როცა ეს ყველაფერი არის დეცენტრალიზებული და დღეს რასაც ვხედავთ რა პროტესტის ფორმაც არის, ფაქტია რომ ამას დიდი არავინ არ ჰყავს, ასე დეცენტრალიზებულად მიდის პროცესები და ჯგუფებს სჭირდებათ გაერთიანება. ნათია, თქვენთან გადმოვალ პირველ რიგში, Happy New Year-ის იდეის ავტორი და ესე განმახორციელებელი ხართ. პროტესტს ბევრი თანამდებობრივი პროცესი ახლავს და ერთ-ერთი პროცესი არის ის, რომ მცირე მეწარმეებს და მცირე და საშუალო ბიზნესებს უდგებათ ხოლმე ძალიან ისეთი მძიმე პერიოდი ფინანსური მიმართულებით და თქვენ გადაუჭერით მათ ეს პრობლემა იმ კომპანიებს, რომლებმაც უარი თქვეს ბევრ სხვადასხვა გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობაზე და მიეცით შესაძლებლობა, რომ მაინც გაყიდონ საახალწლოდ თავიანთი ესეთ ნაწარმოები ნივთები და რეალურად გააერთიანეთ ამის გარშემო მთელი საზოგადოება და უცებ ძალიან დიდი ბუმი იყო. ყველას გვახსოვს Facebook-ზე სულ ეს ტრიალებდა free business-თან ერთად. ინიციატივაზე რომ მოგვიყვეთ, რატომ დაიწყეთ და ზოგადად თქვენი ხედვა ამ პროცესთან დაკავშირებით? მადლობა კითხვისთვის და პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. უცებ აღნიშნავ, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ეგეთი კრიზისული ფონზეც კი ძალიან ბევრი თანამოაზრის პოვნა და გაცნობა, მათ შორის ამ შემთხვევაში თქვენი სახით. ძალიან უცებ რო შევაჯამო კონკრეტულად რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა მცირე სექტორი ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი მცირე ბიზნესის წარმომადგენელს მეწარმეს ვესაუბრე ამ დღების განმავლობაში და მათ ძალიან კარგად გააჟღერეს ის ფაქტი, რომ მთელი წლის შემოსავლის დაახლოებით საშუალოდ 30-40% სწორედ აი ამ საახალწლო სავაჭრო პერიოდში და დაგენერირებული იყო. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ამ მცირე მეწარმეების უმრავლესობამ რაღაცნაირად გაემიჯნა მერის მიერ განხორციელებულ ორგანიზებულ აი ამ საახალწლო ბაზრობებს, ძალიან პრობლემატური აღმოჩნდა ამ ხალხისთვის, ხო? რატომ მოხდა ასე უცებ რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი ამ მცირე მეწარმეებისა არ აღმოჩნდა მზად კრიზისულ ვითარებაში ყოფილიყო მოქნილი, სწრაფად შეძლებოდა რეაგირება და ჰქონოდა რაღაცა ადაპტაციის უნარი, ხომ ასეა? შესაბამისად, ვიფიქრეთ უცებ ძალიან მალე 15 წუთში დაისახა ეს იდეა მართლა, ოღონდ და ამ იდეის დაგენერირებიდან 3 დღეში საიტი უკვე ჩაეშვა ლაივში და ვიფიქრეთ იმაზე, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში რაში შეიძლება დავხმარებოდით ამ ხალხს, ხო? და ეს იდეა ძალიან მარტივად გაჩნდა იმ კუთხით, რომ მანამდე უკვე არსებობდა ძალიან ისეთი დეტალური ჩამონათვალი იმ მცირე მეწარმეებისა, რომლებიც ემიჯნებოდნენ მერის ბაზრობას, მაგრამ ეს ჩამონათვალი იყო რაღაცნაირად ნაკლებად ქმედითი თუ ნაკლებად ინფორმატიული, ხო? ნაკლებად user friendly. შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნეს საინფორმაციო ტიპის ონლაინ პლატფორმა, სახელით სიმბოლურად შევარჩიეთ Happy New Year, იმის გამო რომ ეს პროტესტი, რაც ფონად ცდებს ამ ყველაფერს არავის დავიწყებოდა და გავაერთიანეთ ის მეწარმეები, რომლებიც პროტესტს აცხადებენ ქვეყანაში მივიდიან მოვლენებთან დაკავშირებით და მარტივად დავაკავშირეთ ისინი იმ მომხმარებლებთან, რომელსაც სურთ, რომ სოლიდარობის ნიშნად მხარი დაუჭირონ ამ მეწარმეთა პროტესტს. აი ეს იყო ჩანაფიქრი, ეს ყველაფერი მართლა 3 დღეში განხორციელდა და უცებ რამდენიმე მონაცემის სახით რო ახსენოთ, ხო? 120 მეწარმე იყო
დარეგისტრირებული პლატფორმაზე 15 დეკემბერს საღამოს, როცა ეს პლატფორმა ლაივში გაეშვა და დღეისთვის 600-ზე მეტი მცირე მეწარმე არის დარეგისტრირებული. მომხმარებლების ჩართულობა ძალიან აქტიურია, ასე ვთქვათ. და ალბათ ეს არის ხო აი ტექნოლოგიები იყო რამაც მოგვცა შესაძლებლობა ჩვენ რო ეგეთი short term პერიოდში მოკლევადიან პერიოდში მოგვეგვარებინა ნაწილობრივ მაინც მოგვეგვარებინა ეს პრობლემა და მე მგონია რომ ტექნოლოგიები არის პასუხი ასევე ამ მეწარმეების პოტენციურად long term ანუ გრძელვადიან გამოწვევებზეც ამაზე მინდოდა კითხვა და მესვა და მე გადმოვა თქვენთანაც რა გეგმა მესმის რომ დღეს შეიძლება გეგმა არ იყოს ამ პერიოდში და რაღაც უფრო short term ამბებზე მუშაობდეთ მაგრამ წარმოდგენა ხედვა სავარაუდოდ გექნებათ სადამდე შეიძლება რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს პლატფორმას გულისხმობ ამ შემთხვევაში ხვის პროგნოზი რთულია და რაც შეიძლება რომ გარდაიქმნას კი ბატონო, ამ მომენტისთვის როგორც ძალიან სწორად აღნიშნე ირო, ეს პლატფორმა არის სრულიად საინფორმაციო ხასიათის, ინფორმაციული ხასიათის და ამ ფორმატს არ ცდება. ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ისე შევცვალოთ, დავხვეწოთ ფუნქციონალი, რომ მომხმარებლებმა კიდევ უფრო მარტივად იპოვონ მათთვის სასურველი მეწარმეები და რაღაცნაირად ამ პროცესში მართლა სოლიდარობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოიკვეთოს, მაგრამ მე მგონია რომ ეს პლატფორმა როგორც ასეთი არ გაქრება ახალი წლის შემდეგ, ხო? ზუსტად რა იქნება და როგორ იქნება ამაზე მართლა არ გამოჩნია პასუხი, მაგრამ არ ვიცი, ამასაც რო გვიჩვენებს. ოკეი, მადლობა. გივი, შენთან გადმოვალ სწრაფი კითხვით. შენ წახვედი საქართველოსთან, შემიძლია ხო ეგრე ვთქვა? ვიგვატოვე. ეხლა აქ ხარ, მაგრამ შენი სტარტაპის ინტერესებს, საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კლიპისთან ერთად განახვედი ამერიკაში. ეგ მომიყევი იქიდან როგორ ჩანს აქ ყველაფერი. რას ფიქრობენ შენი იქაური არ ვიცი მეგობრები, ინვესტორები, ინფორმაცია რამდენად გავრცელებულია იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება? თუ გავრცელებულია, რას ლაპარაკობენ, ანუ რას ამბობენ, რომ არ ვიცი, რაც იმედი აქვთ, აპირებენ ურთიერთობების გაგრძელებას, არ აპირებენ, ანუ ინვესტორები პოტენციურად ქართულ სტარტაპებთან და ზოგადად ხო უფრო კარგად გაქვს ალბათ წარმოდგენა როგორც ქართულ ფაუნდერს, როგორი მიდგომები აქვთ ინვესტორებს, ქართულ ფაუნდერებთან, რა თქმა უნდა, უცხოელ ინვესტორებს და განსაკუთრებით ამერიკას, რომელიც უფრო შორს არის, შეიძლება არც იცოდნენ ხანდახან სად არის თბილისი. ხო, ესე იგი სან-ფრანცისკოში და ზოგადად ამერიკის ნებისმიერ წერტილში ყველა ქართველი იმით ტრაბახობთ ხოლმე რომ we are the founders of wine 8000 წლის წინ და რომ გონია რომ რაღაც საქართველოს სახელი ყოველთვის ყველგან კარგად გაისმებოდა TechCrunch-ზე ვინოდ ხოსლა არის ხოსლა ვენჩერსი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი VC ფონდი top 3-ში ალბათ სოფლიოში ვინოდ ხოსლა ამბობს რომ აი რაღაც TechCrunch-ზე უცებისთვის საქართველოს სახელი და რაღაცა ეგრევე ყველამ დავწყვიტეთ ყურები და აი საქართველოში Russian influence არის არჩევნებზე და რაღაცა უცებ ჩვენი ეს ტრაბახი ყველაფერზე როცა მინუსზე საუბრებოდით ინვესტორი იქნებოდა ეს კლიენტი მეგობარი თუ ასე შემდეგ რაღაცა უცებ პირიქით ხდება რომ რაღაც ხრი მთლად სატრაბახო აღარ ხდება რომ იარო და თქვა რომ ვიცი რა ჩვენ ეს საქართველოსდან ვართ სადაც ესეთი კრეატიული ხალხი ვართ ჩვენ არაფერს არ გვცხვენია ეს მაგას არ ნიშნავს მაგრამ სამწუხაროდ იქაც კი ეს რაღაცები არის არა ისახება პოზიტიურად პირიქით ნეგატიურად აისახება და ჩვენ კლიპი საბედნიეროდ იმ ეტაპამდე მივიდა რომ რაღაცა ფულის წერა დავიწყეთ მონეტიზაცია წარმატებით მიმდინარეობს რაღაცა შეიძლება $30,000 ARR-ს ავარტყათ მალე მე მილიონი არის შემდეგი milestone და ასე შემდეგ ხო და ვართ იმ ეტაპზე როცა უკვე ისეთ ხალხს ვხვდებით რომელიც უბრალოდ ჩემი იდეით კი არ ინტერესდება, არამედ ინტერესდება საიდან ხარ, ვინ ხარ. და ასე შემდეგ გიწევს ამ სიტუაციაში თქვა, რომ ისი აქ ცხოვრობ, ანუ სან-ფრანცისკოში, როცა რეალურად გადახვედი 4 თვეა სან-ფრანცისკოში ცხოვრობ და ეხა აპირებ რომ იცხოვრო, ხო? როცა მანამდე ამბობდი რომ იცი რა we are from Georgia და რაღაცა we are the founder და უყვები მთელი ისტორიას და მე იქ რაღაც რესტორანი ვიცით, ხინკალზე მიყავს, იქ ხაჭაპურზე და მოკლედ მთელი რაღაცა ის ხონდა. სამწუხაროდ ეგრე დაალაგდა რა, მაგრამ ეს რაც ხდება, ეს ტექნოლოგიური ხალხისგან, გარეთ რაც ხდება სხვა ყველა სექტორისგან, ეს ამხელა გამოხმაურება და ჩვენი ხედვის და ჩვენი მიზნის მხარდაჭერა ყველა ადამიანისგან, ამას ყველა ხედავს. და ყველა ადამიანი არის ეს უდიდესი ფონდები, რომლებსაც ჯერაც ჩვენთან ფული არ ჩაუდიათ, არის ეს პარტნერები და ასე შემდეგ. ამაზე გაოცებულები არიან და აქ გამოისახება ზუსტად ჩვენი მეომარისული ის რომ ჩვენ არ ვაკეთებ სტარტაპს რაღაცა იმის და ტექ კომპანიას იმის გამო რომ რაღაც one time game
ეს რაღაც long რაღაც ის არის მარათონი არის და ყველა ხედავს რომ მებრძოლის სულით სორს ავიღოთ და ეს ამან ძალიან ბევრი რაღაცა გამოასწორო. და ხო რეალურად რაც ჩვენ ახლა გააჟღერე ერთი ის არის რომ ხანდახან გიწევს დამალო მიმდინა რომ მოვლენების გამო დამალო რა დიდად ხაზი აღარ გაუსვა რა ქვეყნიდან ხარ, იმიტომ რომ აქეთ ბევრი რისკია, ხო, თუმცა ბევრი ქართული სტარტაპი მიდის და ინკორპორაციას აკეთებს სხვა ქვეყნებში და არეგისტრებს იქ კომპანიებს, სწორედ ამიტომ რომ რეალურად საქართველოში ინვესტირება არც ისე მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტორებისთვის იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაც აქ ხდება. და გაგვიგია ბევრი სხვა ადამიანისგან რომ რა შუაშია ტექნოლოგიები, რა პოლიტიკამ რა გავლენა უნდა იქონიოს ტექნოლოგიებზე და მანდ არის რომ როგორ თუ რა გავლენა უნდა იქონიოს პირველ რიგში ტექი დგას ინვესტიციაზე, საჭიროა კაპიტალი იმისთვის რომ ამ სტარტაპებმა თავი გადაირჩინონ, რაზეც რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა მცირდება, რაც აქსელშიც ნანახი გვაქვს, არ ვიცი, ბოლო პერიოდი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ქართველების მხრიდანაც და უცხოელების მხრიდანაც ჭირს დილების დახურვა და რაღაცეების ბოლომდე გაყვანა. უცხოელებისგან სულ თუ საუბრობთ, გელაპარაკებიან მარტო პოლიტიკურ ამბებზე და არა საქმეზე, როცა კი რაღაც call-ს ვნიშნავთ და პირველი 20 წუთი მაგაზე მინც ლაპარაკი და ბოლო 10 წუთი მართლა tangible რო აი რაღაცა წამოვიღოთ იქიდან და ძალიან ანელებს ეს იმ პროცესს, რაც ეკოსისტემის მშენებლობა ქვია, რაშიც ყველამ ძალიან დიდი დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯეთ და ფაქტიურად ამ პერიოდმა უკვე რამდენიმე ნაბიჯით უკან დაგვწია და ეხლა კიდევ სპრინტით უნდა დავეციოთ, როცა ყველაფერი დაალაგდება და კიდევ უფრო სწრაფად უნდა ვირბინოთ, რომ სწრაფად განვითარდეს. მარიკა, შენთან გადმოვალ კითხვით. შენ თვითონ მარკეტერი ხარ და კარგად გესმის აჯუსტად ეგ საკითხები, როგორ უნდა შეფუთო, გაყიდო კარგად რაღაცეები. ორად დავყოფ ჩემ კითხვას. ერთი შენი ტექში მუშაობიდან გამომდინარე, რას ხედავ ამ ყველაფრის მომავალად, ანუ რა ტექნოლოგიები შეიძლება რომ შეიქმნას, ან რომელი ტექნოლოგიებიც იცი უკვე რა შეიქმნა, მაგას შეგიძლია ისაუბრო და ასევე ხო აი ბევრჯერ გამიგია ეგ რომ ქვეყნის სახელის შეფუთვა არის სწორი. გინდა ეს ღვინით იყოს, გინდა ეკონომიკით, არ ვიცი, ზრდით, იმით, ამით. მაგ პერსპექტივითაც რას ხედავ თუ გაგვიზიარებ, რომ როგორ შეიძლება აი ამ პერიოდში, მე როცა და შენ როცა კოლზე შედიხარ და საქმეზე გინდა ლაპარაკი 20 წუთი პოლიტიკაზე გელაპარაკები, ან მარკეტოლოგის განმოსახედიდან რა არის ამ ყველაფერთან გამოსავალი, რომ ეს 20 წუთი ეგებ 10 წუთზე მაინც დავიდეს, სადაც პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და შემდეგ უკვე რეალურ საქმეზე. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ დისკუსიისთვის, იმიტომ რომ აქციაზე კი ვდგევართ ყველა და რაღაც მეგობრებს ვუზიარებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ნახო შენ კომუნაში, ვისაც ესე შეიძლება პირადად არ იცნობ და მიხვდე, რომ ბევრი ხარ, იმიტომ რომ რაღაც გამბედაობა ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ამ პერიოდში პირველ რიგში. კომუნიკაციების და მარკეტინგის თვალსაზრისით სამსახურეობრივად რო ვისაუბრო, საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ და ძალიან მარტივად დაეთყო, 2 წამში დაეთყო ყველაფერზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ყავს, რომლებმაც მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია ისედაც გაჩერებული ჰქონდა, იმიტომ რომ არ იყო რელევანტური და აი ესე ძალიან როგორ თქვა, ეგოისტურად რო შეხედო კომპანიის განმოსახედიდან, მაგას არ აკეთებ, იმიტომ რომ არ გინდა რომ ნეგატიურ ფლოუში იქ სადაც ვიღაცა ცემეს, ვიღაცის სისხლიანი სახეა, იქ რაღაც ნეგატიური პოლიტიკური განცხადება გაკეთდა და არ გინდა რომ შუაში მოხდეს შენი თუნდაც ძალიან basic პროდუქტული კომუნიკაცია, იმიტომ რომ ბრენდზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ანუ ამის გამო პირველ რიგში, სოლიდარობის გამო პირველ რიგში და მეორე რიგში რაღაცა სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ქონდა მაგალითად მიმდინარე პროექტები, რომელიც უბრალოდ დაპაუზდა, იმიტომ რომ ამ საერთაშორისო პარტნიორებს ამ ეტაპზე არ უნდათ რომ გამოჩნდნენ შენთან ერთად, იმიტომ რომ ისინი თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან. სტარტაპის კუთხით და მე გადავალ უკვე ტექნოლოგიების როლზე. სტარტაპების კუთხით ძალიან ხშირად ხდება ეგეთი რაღაცა, როცა კრიზისული სიტუაცია ძალიან გიწევს რომ გადაერთო რუტინაზე, ეს შენი რაღაცა ლაღი კრეატიული აზროვნება რაღაცნაირად ვრდება, რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში რაღაცის გაკეთებას, სადმე ხوار წავიდე, მეც მაგისტრატურაზე ხوار ჩავაბარო, ფიქრობ, ანუ მარტო მე არა ჩემი რგვლივაც რა, აი რა შვების გეუბნებიან და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ არ ვიცი, ყველა თანამოაზრეს, თანასტარტაპელს მოუწოდებ, რომ ძირითადად ეკონომიკური კრიზისების დროსაც ისა ხალხი, ვინც არ ჩერდება ამ პერიოდში და ფიქრობს, რომ მაინც გადარჩეს, ჩვენი პროტესტის თანმდევად და შეიძლება ეს რაღაცა სოლუშენი ზუსტად ამ მიმდინარე მოვლენებს დაეხმაროს და კრიზისის პერიოდში სხვანაირად გაფიქროს, მაგრამ ფიქრობ, რომ რაღაც ხელების ჩამოშვებას, იმას რომ იფიქრო, რომ აი ეხლა რაღაცის ძიებას რა აზრი აქვს, ყველაზე მაგარი არის ის, რომ ეხა მე ამ პერიოდში რა შემიძლია გავაკეთო, ჩემი გამოცდილებით, როგორ შეიძლება რომ ამ პროცესს მივეხმარო და კომუნიკაციების და ტექნოლოგიების მეჩი, ესე რომ ვთქვათ, მერჯი მგონია, რომ ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია და ჰონკონგის პროტესტები ახსენე მაგალითად
მე ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეგეთი კამპანია რაც იყო მითუ ხო ანუ ძალიან შორიდან მოვლი ცოტა მაგრამ ანუ მითუმ რა გააკეთა ეს სხვა მიმართულებით იყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ესე რომ ვთქვათ სადაც ადამიანებმა ერთი მეორეს მიყოლებით თავისი პირადი ისტორიები გაავრცელეს და სოციალური ქსელი როგორც ტექნოლოგია იყო ამ შემთხვევაში დამხმარე-თული ტექი და კომუნიკაციის კუთხით იყო ის ჰაშტაგი რომელმაც დაინსპირირა და ასე რომ ვთქვათ გამბედაობა მიცა იმ ადამიანებს რომ პირადი ისტორიები გაეზიარებინათ ანუ პოლიტიკურადაც რო შეხედო მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ყველას აი ხა რო ვაზიარებ ხოლმე ისტორიებს ვიღაც ყავს ოჯახის წევრი რომლის ბიზნესიც რეპრესირდა ვიღაცას ყავს მეგობარი რომელიც იცემა მინიმუმ აქციაზე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ისტორიების გაზიარება და როგორც კომუნიკაციების ადამიანი იმას ვიტყვი რომ ინფორმაციულ ომი გვაქვს მოსაგები რამდენადაც მაგარია რომ თანამოაზრე ხალხი ეხა აქვს ხედვართ ვიკრიბებით ერთმანეთს უსმენთ იმდენად ბაბლი აღარ არის ეს უკვე ვერაფრით ვერ დავარქმევ ამ მოძრაობას კოლექტიურ მოძრაობას ესე რომ ვთქვათ ბაბლს მაგრამ სულ სხვა აზროვნებით არიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არა ტაქსიში მოვხვდი და მივხვდი რომ სხვა რადიოს უსმენენ საპატრიარქოს რადიოს უსმენდი და ჩემ ყურს არ უჯერებდი რასაც ვიგებდი და ასაკოვანი მძღოლი რასაც თავს უქნევდა და მეც მასმენინებდა რა ამ ყველაფერს შესაბამისად არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ყოველდღურად ვფიქრობ რომ რა შეიძლება კომუნიკაციების თვალსაზრისით გაკეთდეს ისეთი რომელიც შეიძლება იყოს viral და მეორე მხარეს გადაწყვეტეს ესე რომ ვთქვათ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისულ მომენტში ფარხმალი არ ჩავაყაროთ ვიფიქროთ ხო და სტარტაპების ნაწილს რაც შეეხება მგონია რომ სულ ყოველთვის ვიძახდი როცა სტარტაპ ოჯახში შემოვიდგი ფეხი ესე რომ ვთქვათ რომ ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი კომუნაა არავის არასდროს აქაც არიან ის ხალხი რომლებიც ყველა სტეპზე გვეხმარებოდნენ რა და ერთმანეთის გვერდში დგომა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პროგრესული აზროვნება და რაღაცნაირად მჯერა რომ ამ მომენტში ფიქრია საჭირო სხვანაირად, იმიტომ რომ ტექნოლოგიებს ძალიან დიდი ძალა აქვს და მაშინ როცა მედია არ აქვს მნიშვნელობა მხარეს არის, შეიძლება იყოს მიკერძოებული და უნდა ვიყო სამართლიანი ამ შემთხვევაში, სოციალური ქსელები, თუნდაც ისეთი, რომელიც სიგნალი, თუნდაც რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება პროტესტის დროს, სხვადასხვა თულები, როცა შენ მაგალითად შუა პროტესტში ხარ და ამ მომენტში ვერ ახერხებ რომ მეგობრებს დაუკავშირდე ნებისმიერი რაღაცა, ჩვენი პირადი თულია, ჩვენ ხელში გვიჭირავს ეს მედია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი საჩვენოდ. ძალიან დიდი მადლობა. შენაც აღნიშნე, აი განსაკუთრებით სტარტაპებთან, ბიზნესთან მიმართებაში რა რომ ჩანს რეალურად რომ ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია. ყველა ვიაზრებთ იმას, რომ ეს 2 დღეში და 3 დღეში არ დასრულდება და შედეგს 2 დღეში და 3 დღეში ვერ დავდებთ. ამიტომაც ჩემი ერთ-ერთი კითხვა ეგ იყო, რომ შემდეგი რა არის და ამაზე ყველა ვფიქრობთ, რომ დღეს რაღაც მუხტი გვაქვს, მე ეს მუხტი დაიწევს, მე ისევა გააჩნია ვინა განცხადებას გააკეთებს, გააჩნია ვინას გვეტყვის და ამას გამოყავს ხალხი ქუჩაში. მაგრამ ქუჩის იქით ძალიან ბევრი ბრძოლის ველია, სადაც და ზუსტად ეს თულებია, ეს ბრძოლის ველები, არ ვიცი, ელემენტარული სიგნალის არხები და WhatsApp არხები და პლატფორმები, რომელსაც ქმნიან ჩუგოს ნათიასნაირი ადამიანები. და გიორგი, შენთანაც გადმოვალ ამ ამბავზე. Free business-ზე შესავალში ისაუბრეს წინა პანელის დროს, ამიტომ ძალიან აღარ დავფაროთ თვითონ free business-ის შინაარსი და თემა. ჩემთვის free business-ში, ინდივიდუალურად იროსთვის რაც იყო, რომ ბიზნესი საქართველოში ესეთი აქტიური და ესეთი დაინტერესებული სოციალური და პოლიტიკური პრობლემებით არასდროს არ ყოფილა. სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა არის, რომ ამ ბიზნესებმა დაიწყეს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. სულ ერთია იქ ვიღაც ხელს რა მიზნით აწერს ხელი, რომ მოწერილი გაქვს უკვე კომიტმენტი მიცემული გაქვს და გინდა არ გინდა ამ მოძრაობაში ჩართული ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ეს შევინარჩუნოთ. დღეს რა შედეგს დავდებთ და ერთ წელში რა შედეგს დავდებთ, ზუსტად ვიცით ალბათ ამ რაღაც განვითარებადი ქვეყნების ბედი ესეთია, რომ 2 წელში, 3 წელში კიდევ რაღაც турბულენტობაში უნდა აღმოჩნდეთ. სად წარმოგიდგენია შენ free business-ი, ვიცი, გვილაპარაკია ამაზე, ისეთი კითხვაა, მაგრამ როგორ უნდა უბრალოდ free business-ი არა, ბიზნესის პოზიციასაც წარმოგიდგენია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს რამდენი ბიზნესი? 2700 ბიზნესი, რომ ისევ ჩართული იყოს 2 წლის მერე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, იმიტომ რომ მათ გარეშე რთული არ უცვლილებები დააყენოს უბრალოდ ქუჩაში მდგომმა რაღაც რაოდენობა ადამიანმა. ხო, იცი რა, პირველ რიგში მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ბიზნესმა გაიაროს თვითონ ტრანსფორმაცია და მაგაზე ვლაპარაკობ ხოლმე ბევრს რომ რაღაცნაირად 90-იანებში ყველამ ვიცით რა იყო ბიზნესი, ხო, იქ რაღაც მქონე ქარხანა უნდა გადმოიფორმო, მერე გახდება შენი, მერე ჩააბარებ ჯარში და მერე იცხოვრებ შენ კარგად და მაგრამ გაძარცვე მთელი ქვეყანა, ხო, მერე
2000-იანებში რაღაცა მე იყო რომ მთავრობასთან უნდა გქონდეს დაალაგებული და თუ მთავრობასთან გაქვს დაალაგებული, კარგად ხარ, იქ თამს მიცემ და რაღაცა, ბოლო დროს სხვაგან წავედით უფრო და კარგი ტენდენცია გვაქვს, მაგრამ მაინც ეთი რომ მთავრობა არის ბიზნესის უფროსი. ხო და რაღაცნაირად ეგ ის არის რომ აი ახლა მთავრობა მოვიდა თუ რაღაცა რა. მაშინაც კი როდესაც მართალი ხარ, ანუ აი აბსოლუტურად რომ სწორად მუშაობდე, აბსოლუტურად გამჭვირვალეთ, აბსოლუტურად ყველა გადასახადს იხდიდე, მაინც გეშინია რა. და შინაარსობრივად აი სულ მაგას ვფიქრობ, რომ რაღაც რესტორანში რომ შედიხარ, ფულს რო იხდი და არ მოგეწონა საჭმელი და გეშინია რომ ზარეული მოვა და თავს ჩაგარტყავს რა რომ რაპონჩი არ მოგეწონა საჭმელი რომელშიც ფული გადაიხადე თუ რაღაცა რა ხო რაღაცა ეგეთი მაინდსეტია რომ გადასახადებს ეხა აი სტატისტიკასაც რო შევხედოთ საიდან იკვრება ბიუჯეტი ხო ბიუჯეტი მთლიანად იკვრება კერძო სექტორიდან ხო იმიტომ რომ ეგ კი თქვა საჯარო დასაქმებული იხდის გადასახადს მე ისიც მიდის მაღაზიაში და ყიდულობს და დღგ-ს იხდის მაგრამ სორსი ხო ისევ ბიუჯეტია ხო ბიუჯეტიდან აღებული ბრუნდება ბიუჯეტში ერთადერთი წყარო რომელსაც ბიუჯეტიდან ფული გარედან შედის ეს არის კერძო სექტორი ამიტომ გამოდის ისე რომ 20 მილიარდ ლარს ყოველწლიურად სადღაც ხო შედის კერძო სექტორიდან საჯარო სექტორში და მე ის გეუფროსება უსამართლოთ რა ანუ არაფერი არ დაგიშავია პროსტა იძახი რომ ეს 20 მილიარდი ლარი რო გადავიხადე რაღაცა ისე კეთდება რომ არ მომწონს ან საით მიდიხარ არ მომწონს ან რა რეგულაცია გაქვს არ მომწონს და თან ხმის ამოღების გეშინია და პირველი ეგ მინდოდა რომ ჩვენ გადაგვემტრია რომ მოდი რა ბევრი როცა ვიქნებით მე უფრო მარტივი იქნება რომ ხმა მოვიღოთ და ინდივიდუალურად პრობლემაა მაგრამ 2007-ის კომპანია ერთ კვირაში ცოტა არ არის, თქვათ მე გახდება 3, გახდება 4, გახდება 5 და მე ეხა უკვე ამ კვირიდან დავიწყებთ ანალიზს რა ეს 5000 კომპანია GDP-ს რა ნაწილია, ხო, დასაქმებულების რა ნაწილი არის და ასე შემდეგ და თუ აღმოჩნდა და ეგეთი პირი უჩანს რომ დაახლოებით 10-15 მილიარდი ლარის ბრუნვა არის ჯამში ამ კომპანიების, ხო, შეიძლება 20-20-მდე წავიდეთ. ეგ უკვე სხვა ამბავია რა, იმიტომ რომ ჩვენი GDP არის 80 მილიარდი ლარი და უცებოდ ეხა ვიღაცები რაღაცა 20 მილიარდი ლარის ბრუნვის კომპანიები რო ხმას იღებენ, ხო, იქ მათ რახით ვეღარ დაადგები რა. ამიტომ ისევე როგორც ქუჩებში ღამე მარტო რო დარჩებოდნენ ადამიანები დილის 6 საათზე და 7 საათზე და ნადირობა იყო გამოცხადებული და დიდგულზე იყვნენ და როცა 100,000 ვართ ჩვენ ვართ ხო დიდგულზე რაღაცა იგივე პრინციპია რა და გონია რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ბიზნესმა გაიაროს ტრანსფორმაციის ეტაპი და გაიგოს რომ პირველი არ არის მთავრობა კი არ არის მომხმარებელი არის მთავარი და მომხმარებელზე თან დაალაგებაზე უნდა გქონდეს მთელი აქცენტი და არა მთავრობასთან დაალაგებაზე და მეორე რომ ისიც უნდა გაიაზრონ რომ ფულს ვინც იხდის რაღაც დონეზე მუსიკის შეკვეთის უფლებაც იმას უნდა გქონდეს რა და იმედი მაქვს რომ ეს კიდე აგორდება და mental shift-ი ერთხელ რომ მოხდება, მე უკვე ვეღარ დაბრუნდები ძველ მოცემულობაში რა. ხო, და ეგ mental shift-ი მე მგონი უკვე მოხდა, ან მინიმუმ აი გადავტეხეთ სიტყვა თქვი და ახლოს ვართ მე მგონი რომ გადატყდეს საბოლოოდ და ბიზნესიც არ ვიცი ყველა აქტორი რომელიც რაღაც დოვლაც ქმნის ქვეყანაში მიზანი არის რომ რაც შეიძლება აქტიურად დარჩეს არა მხოლოდ ახლა 6 თვეშიც 2 წელიწადშიც 4 წელიწადშიც და ასე შემდეგ იმიტომ რომ სხვაგვარად ქვეყნის მიმართულებას ფაქტია დიდი ხანია ამას უყურებთ ვერ ვიჭერთ თუ ისევ ჩვენ თვითონ არ ვიქნებით ამ პროცესებში ჩართული ალბათ არავის არ გვიხარია აქ ახლა ფიჩების მოსმენის ნაცვლად ამაზე ჯდომა და საუბარი თუმცა ხო ნუ საქართველოში ცხოვრობთ ესე იყო ესე არის დიდი ალბათობით კიდევ დიდხანს იქნება და ალბათ ვითიც მინდა რომ დავასრულო ეგ არის რომ გააზრებული გქონდეს რომ წინ დიდი გზა არის ამ მიმართულებით ფარხმალი არ უნდა დავყაროთ და ალბათ ერთადერთი რაც შეძლებს პროცესების შენარჩუნებას რომ ადამიანები არ დაიღალონ, არ მოიწყინონ და ასე შემდეგ და რაც თავარია არ იყვნენ იმ ნიჰილიზმში რომ არაფერი აქედან არ გამოვა არის რომ ყოველდღიურად ერთმანეთს ბევრი ინფორმაცია გავუზიაროთ, არ ვიცი გავაძლიეროთ ამ ფორმით თუ ესეთ შეკრებების ფორმით და მე მაინც ეგრე დავასრულებ, ეგრე მჯერა რომ ალბათ ბევრი პატარა ტექნოლოგიური თული უნდა შეიქმნას, რომ სულ ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში და გქონდეს განცდა, რომ ჩვენ რაღაც მართვის სადავეები ხელში გვიჭირავს. ძალიან დიდი მადლობა პატარ-პატარა კომენტარებისთვის, ესე დროში რაც ჩავატიეთ ეგრე შევკარით. გადავალთ დაჯილდოების ნაწილზე და გადმოგცემთ ხოლმე, მე მგონი სიტყვას ისევ მარის და ლუკას. დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო საინტერესო პანელ დისკუსიისთვის. ეხლა კი ვიტყოდი რომ ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ ეტაპზე გადავდივართ, რომელიც არის დაჯილდოება.
Forbes Under 30-ის გამარჯვებულების და ასევე სტარტაპების